ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავსო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. პუტინის მოყარებლის, დამბადებლის, გამზრდელის, კარგის, კეთილის და სხვათა ხსენება სეზონი არ ჭირდება. მაგრამ მაინც ყოველი აგვისტოს დასაწყისში ამბავი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ეს არის ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. და დღეს ტრადიციულად აგვისტოს დასაწყისისთვის პუტინის დედას ვახსენებთ. თავიდან ვეკითხოთ. ყველაფერი მხოლოდ ვერსიებია. ზოგი უფრო ლოგიკური, ზოგი ნაკლებად. საბოლოო ჯამში მის წარმოშობაში, მის ქვეყანაშიცა და გარეთაც ეჭვი ძალიან ბევრ ადამიანს ეპარება. Он не знает русского языка. პუტინმა რუსულიც არ იცოდა, ქართულად ლაპარაკობდა. Он говорил по-грузински. კი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამას ამტკიცებს პოლონელი მკვლევარი კრისტინა კურჩბატ-რედლისი. დიდი ხუილოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიოგრაფი. კასპელი დედის ვერსია დარწმუნებული ვარ, ყველას თუ არა ბევრს გეცნობათ, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას ეჭვი გეპარებათ, მეტად თუ ნაკლებად, რა კი, პირდაპირ დამამტკიცებელი საბუთი ამას არ აქვს. მოდი ასე ვთქვათ. არ არის ღიად ხელმისაწვდომი საბუთები. თორემ სადღაც რომელიღაც თაროზე, რომელსაც მტრიანსაც ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ ასეთ ჩვენებებში ტვერი ვერ აღწევს, ასეთ თაროზე დევს დაბადების ნამდვილი მოწმობა, სკოლის ცნობები, ნამდვილი ატესტატი, დნმ-ის ანალიზის პასუხები, ფოტოები. მაგრამ ეგ ყველაფერი ჯერჯერობით მიუწვდომელია. ამიტომ ვალაგებთ ამბებს, რაც გვაქვს. და უტყუარი ამბებიდან გვაქვს ორი წიგნი, რომელშიც პუტინი პირველ პირში ყვება საკუთარ ოჯახზე. ოღონდ რამდენად უტყუარი შეიძლება იყოს კგბ-შნიკის მონაყოლი, თუნდაც დედმამაზე ყვებოდეს? დედამ 1999 წლამდე იცოცხლა. მამა კი 1998 წლის ბოლოს გარდაიცვალა. ამას ამბობს პუტინი ინტერვიუში წიგნისთვის, რომელიც 2015 წელს გამოსცეს. ეს კი არის საფლავი პეტერბურგში, სადაც განისვენებს წყვილი, ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომ პუტინის მშობლები ჰქვია. როგორც ხედავთ, თარიღები სულ პირიქითაა. 1998 წელს დედა გარდაიცვალა, 1 წლის შემდეგ კი მამა. ასაკში რომ ხარ, შეიძლება აგერიოს წლები და დღეები, თუნდაც ახლობელი ადამიანების გარდაცვალებისა. მაგრამ შეუძლებელი არ გახსოვდეს დედის გარდაცვალება მამამ გაცნობა თუ მამისა დედამ. არასდროს წაგიშლება მეხსიერებიდან, დედა რომ დაგზალე, მამა შენი გვერდით გედგა თუ არა, ან მამა რომ დაგზალე, დედა საფლავზე ტიროდა თუ არა. ასეთი რამეები გონებიდან არ ქრება. მაგრამ რა კი დიდ ხუილოს თანმიმდევრობაც კი ერევა, ბევრი ფიქრობს, რომ იქ შეიძლება საერთოდ არ ყოფილა. რომ იმ ხალხთან მაინც და მაინც არაფერი აკავშირებდა ბევრი. პუტინი არ ჩაყოლია მათ საფლავში, სამწუხაროდ. ხო, კირკიტა მკვლევრები კი ჩაყვნენ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ წერტილმძიმეებს. სტატიაში, რომელიც 2015 წელს პირადად მისი სახელი დაიბეჭდა, დიდი ხუილო იხსენებს ლენინგრადის ბლოკადის და დედის სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს. მამა ყავარჯნებით მივიდა სახლში ჰოსპიტალიდან. რომ მივიდა სანიტრებს სადარბაზოდან ცხედრები გამოჰქონდათ და დაინახა დედა, მოიჩვენა რომ სუნთქავდა. სანიტრებს ეუბნება ცოცხალიაო. გზაში მოკვდება ვერ იცოცხლებსო, პასუხობენ ისინი. ყვებოდა როგორ დაერია ყავარჯნები და როგორ აიძულა აეყვანათ ისევ ბინაში, მოუარა და გადაარჩინა. კაი, მოიწმინდეთ ახლა წირპლი და ცრემლი და მოусმინეთ იმავე დედის თუ ვიღაცის, მოკლედ, იმავე ქალის მარია შელომოვას გადარჩენის ამბავს. უკვე 2000 წლის ვერსიით. წიგნში პირველი პირისგან, რომელიც მის გაპრეზიდენტებას მიეძღვნა, პუტინი ყვება. ერთხელ დედამ შიმშილისგან გონება დაკარგა. იფიქრეს მოკდაო და მიცვალებულებთან გადადეს. კიდევ კარგი დროზე მოვიდა გონს და დაიკვნესა. მოკლედ სასწაულით გადარჩა. მთელი ბლოკადა ლენინგრადში იყო და მხოლოდ მაშინ გაიყვანეს, როდესაც ხიფათი გადავლილი იყო. და მამა სად იყო ამ დროს? მამა ამ დროს ომობდა. ახლა გვაქვს ერთი ქალის კინაღამ სიკვდილის ორი ვერსია. მისი ქმრით, რომელიც ან ფრონტზე იყო და ნემეცებს ხოცავდა, ან დაჭრილი იყო და ჰოსპიტალში იწვა. და სახლიდან იმდენად ახლოს, რომ ყავარჯნებით მისვლა შეეძლო და იქ სანიტრებს ეჭყუებოდა. საერთოდაც ჟურნალისტებს არქივებში ნაპოვნი აქვს საბუთები, რომ პუტინის დედა წოდებული ქალი, ეს მარია შელომოვა, ლენინგრადიდან 1942 წელს გაიყვანეს. ბლოკადა კი მხოლოდ 44-ში მოიხსნა. კიდევ ერთი საბაბი, რომ ხოცების მამისა და მარჩენლის მამა დამარჩენალი რაღაცებს მაგრად ურევს, რომ მისი თანაშემწეები ცუდად მუშაობენ და არ ამოწმებენ ადრინდელ ვერსიებს. ოფიციალური ვერსიით, პუტინი ამ ბლოკადა გამოვლილ წყვილს ქორწინებიდან დიდი ხნის შემდეგ 1952 წელს შეეძინა. როცა მათ უკვე ორი ვაჟი დაკარგეს. როცა ორივენი 41 წლისანი იყვნენ. იმ ქვეყნიდან მოbrunებულები, როგორც გვიმტკიცებს. 41 წელი ცოტა არ არის, მაგრამ არც კრიტიკულია ბავშვის გასაჩენად. ეგენი მე მკითხეთ. მაგრამ ეს 21 საუკუნეში, 75 წლის წინ კი კურჩაბ-რედლიხი ამტკიცებს, რომ ეზოში, სადაც ოფიციალური ბიბლიოგრაფიით დიდი ხუილოს პატარაობამ განვლო, მარია შელომოვა პუტინას ფეხზიმობაც კი არავის ახსოვს. არავის უნახავს ის და მისი ქმარი პატარა ბავშვით. ფუტუზაბულოს ბავშვის ტირილიც არავის გაუგია. არადა პუტინების წყვილი კომუნალური ბინის ერთ ოთახში ცხოვრობდა. საპირფარეშოსა და სამზარეულოს გარეშე.
სადაც ყველამ ყველასი ყველაფერი იცის. ხო და არ იყო ბავშვიო. არაო. ბავშვი საერთოდ არ ყოფილა და ამ წყვილის მონაწილეობა კგბ-ს ლეგენდის ნაწილია. აქ გაჩნდა მხოლოდ 60-იან წლებში, უკვე 10 წლისა, როდესაც უჭმელი და უზრდელი ბიჭი კიდევ ერთხელ მოიცილეს თავიდან და შორეულ უშილო ნათესავებს მიუგდეს ბებიამ და ბაბუამ, რომელთაც შვილი ვერა პუტინამ კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან გაუგზავნა. საქმე მაინც შვილია და ბა. სოფელ მეტეხში მცხოვრები მოხუცი გალბატონი გვარად პუტინა არ იყო ერთადერთი, ვინც დარწმუნებული იყო, რომ 1998 წელს ფსბ-ს დირექტორად დანიშნული ქერა კაცი იმავე გვარით სწორედ ის ბიჭი იყო, რომელიც ამ რღობებში 40 წლით ადრე დარბოდა და ლამის ყველას ერჩოდა. Вова Путин. Очень плохой. Камень стрелял, весь стекло ломал. ამ სიუჟეტის ავტორმა გენიალურმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ლაშა კვესელაძემ თავის დროზე ვერა პუტინა სიარულის მანერაც კი შეადარა ვლადიმერ პუტინისას. გასაგებია, რომ ამით არაფერი მტკიცდება, მაგრამ დააკვირდით, ქალი პუტინა და კაცი პუტინი ერთსა და იმავე ხელს უფრო აქტიურად იქნებენ და მეორეს გაცილებით ნაკლებად. აი აქ ბაღებში დაკავდა ბიჭებს აკაული მეზობლები რაღაც. არ მინდოდა ეგრე ყოფილიყო. დამქენიკ მარიცა სახლი უნდა მაგასა და მედიტა ავაშენო და ის დაიცოდა და ვიქონა იმით. დააკვირდით, ვინდა საერთოდ აქ უცთავი ვარ. რევიკის აქ ნაცხლეთი, აი იქ ვარ, აი. ვისა მე პუტინისა, მე 69 წლის კაცი ვარ. და მაგას ერთი კაუჩა ძოხა ხავდა, მე ხიდის ქოშა ყოლა ხომ და ის ძოხა გეიქცა, ვეღარ მოიყვანა, საკამოდა აი ვიკაცა სხვა, აი გოგია. პირველ წლებში ვერა პუტინაცა და მისი ოჯახით საკმაოდ ხალისით ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს. საკუთარი მაგალითით ეტყვით, რომ შეიძლებოდა იქ ჩასვლა და ინტერვიუს მარტივად ჩაწერა. შემდეგ კი რაღაც მოხდა და ოჯახი ერთიანად ჩაიგდა. განსაკუთრებით მისი ქალიშვილები. რა მოხდა? სოფელში გარდამალულა. უშიშროება მიმუშავა და კაცრად გააფრთხილა ყველა თემა მოკალითო. ოღონდ რაც იქამდე წლების განმავლობაში აქვს მონაყოლი, იმას სავარაუდოდ ბევრს ვერაფერს დაამატებენ დღესაც. А не подскажете, Путина семья где живет? Путина семья? Канче этого селения. Отсюда где-то 100 метров. Вот туда, да? Там такое здание, огороженное высокой сеткой. Это последний дом по левую сторону. Отсюда, как это? Налево. სოფელში კარგად ახსოვთ გამწლიკული ქერა ბიჭი, რომელიც მესამე კლასის ჩათვლით აქაურ სკოლაში დადიოდა. ახსოვთ კლასელებსაცა და დამრიგებელსაც. ერთ დროს ოჯახებში მოეპოვებოდათ ბავშვების ფოტოებიც. სკოლაში კი იყო საბუთები ვლადიმერ პუტინის სახელზე. მაგრამ ის საბუთები უეცრად გაუჩინარდა. ფოტოები კი ზოგი ქართულმა უშიშროებამ წაიღო, ზოგი სავარაუდოდ პატრონებმა გულდაგულ გადამალეს. მაინც ზედმეტი პრობლემების თავიდან ასწილებლად. მაინც სად კასპი, სად პუტინების გვარი. კასპის ამბავი შუაგულ რუსეთში იწყება და ტაშკენტში გრძელდება. მოემზადეთ. ვერა პუტინამ 1926 წელს დაბადებულმა სკოლის 8 კლასი და პერმის ოლქის ქალაქ ოჩორში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკუმი დაამთავრა. იქვე გაიცნო ვინმე პლატონ პრივალოვი. ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ როცა დაფეხმძიმდა და აღმოჩნდა, რომ პრივალოვი უკვე დაოჯახებული იყო, 1950 წელს გაჩნდა ვოვკა. Родила Вовку. 50-м, не 52-м. 50. არა, 1952-ში არა, 50-ში. ორი წელი რასulis. მალე გავიგებთ ამასაც. ვოვკას რდიდნენ ვერას მშობლები. რაღაც დროის შემდეგ ვერა პუტინა მოხვდა ტაშკენტში, სადაც გაიცნო ქართველი. დაიწყეს ურთიერთობა და ძალიან მალე დაქორწინდნენ. იმან ჩამოიყვანა საცხოვრებლად სოფელ მეტეხში, მაგრამ 1 წლის შემდეგ ძალიან მოენატრა შვილი და სთხოვა დედას, ჩამომიყვანეო. ჩამოჰყავთ ბავშვი, რომელიც უკვე 3 წლისაა, იქვე მიდის სკოლაში. თელმა სოფელმა იცის, რომ უკანონო შვილია, რაც კავკასიაში საშინელი ამბავია. ბევრი დასცინის, ვიღაცას ეცოდება. ბავშვი ხედავს, რომ ძალიან ღარიბია და ხეული შარვალი აცვია, რომ სხვებისგან განსხვავებულია. სულ თავს იცავს, ეწერება სამბო სექციაში და იწყებს ჩხუბს ყველასთან. ვინც რამეს აკადრებს მასან დედამის. Его мать. ეხ, კასპელებო, თქვენ გადავთ თურმე მთელი კაცობრიობის წოდა. ისე ექცეოდით იმ ბავშვს, რომ გაამწარე და კაცი ჭამია დაქციეთ. ვერა პუტინას თქმით, განსაკუთრებული წვლილი ამაში მამინაცვალს, გიორგი ოსეფაშვილს აქვს, რომელიც, როგორც ამბობენ, რუსის ბარაბანივით ურახუნებდა ამ თავის რუსის გერს. დედა მიხვდა, რომ შვილი გადასარჩენი ყავდა და ისევ მშობლებთან გაგზავნა. ეს მოხდა 1960 წელს. როცა შარვალ გამოხეული ბიჭი უკვე 10 წლის შესრულდა და მეტეხის სკოლაში მესამე კლასი დაასრულა, სადაც სხვათა შორის ქართველად იყო რეგისტრირებული.
ჩემი მშობლები ისე გარდაიცვალნენ, რომ არ მითხრეს სად წაიყვანეს ჩემი შვილი. მას შემდეგ რაც მე ვოვა საქართველოდან ჩავუყვანე. არ მომცეს უფლება მომეძებნა და მომეკითხა როგორ იყო. მის კვალს ვერ მივაგენი. კიდევ ერთხელ. ეს არის ვერსია, რომელიც გამოთქმულია პოლონელი ავტორის წიგნში და არა მხოლოდ იქ. ამ ამბავს ვერა პუტინა თავიდან ყველა ჟურნალის უყვებოდა. თქვენი მონამორჩილის ჩათვლით. ტელეგრაფის კორესპონდენტს მაგალითად 2008 წლის ბოლოს გული გადაუშალა საერთოდ. ვამაყობდი, რომ შვილი რუსეთის პრეზიდენტი მყავდა. ომის შემდეგ უკვე მრცხვენია. ტელეგრაფი გვაცნობს ადამიანს, ვინც პუტინს რუსული ასწავლა. შურა გაბინაშვილი. აქაური მასწავლებელი 2008 წელს იხსენებდა, რომ 58-დან 60 წლამდე ვოვა მისი მოსწავლე იყო. მასწავლებელი ამბობს, სიკვდილი დამემუქრნენ მასზე თუ ვილაპარაკებ, მაგრამ კლასში ყველაზე გონიერი ბავშვი იყო და საყვარელ საგნად რუსული ჰქონდაო. კიდევ თეოზოობა და ჭიდაობა უყვარდაო. ყველაზე დაბალი იყო კლასში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოდაო. რავი, არ გავს? გავს. პირადად ჩემთვის აქვს მოყოლილი ერთ ხალბატონს მეტეხში, მე ვუყვარდი მაგბოვას და ერთხელ დედამისისთვის მოპარული პატარა სარკეც კი მაჩუქავ. მაგრამ საპასუხო გრძნობებს ვერ ღირსა და მაგან ალბათ კიდევ უფრო დაბოღმა ქართველებზე. ბებიამ და ბაბუამ, ვისაც ვოვა 10 წლისა დაუბრუნეს, ბავშვი ლენინგრადში ნათესავებს მისცეს, ვისაც 2 ბავშვი დაღუპული ჰყავდა. ჩადის პუტინი იქ და არ იცის რუსული ენა. 1960 წელია და ვოვა ქართულად ლაპარაკობს. უცებ აღმოჩნდა, რომ სკოლაში რაც აქამდე უსწავლია, არ ითვლება. ლენინგრადში დაბადების ახალი მოწმობა გაუკეთეს. 1952 წელი ჩაუწერეს, რომ ისევ პირველ კლასში მიიყვანათ. და ახალი მშობლები, ახალი მამა ორგანოების თანამშრომელი იყო. ნკვდმ-ს რაზმში 1937 წელს ჩაეწერა. მერე ესტონეთში გაგზავნის საომრად. ყველა მიცის რა მშვიდობაც მოუტანა ესტონეთს საბჭოთა კავშირში შეყვანამ, რამდენი ადამიანი დახოცეს. პუტინი სულ ამბობს, რომ მამამისი ზურგში იბრძოდა. ახლა ისიც გავიგეთ ქართველებთან ერთად რატომ ზუს პუტინს ბალტიელები. ეგ უკვე NKVD-შნიკი მამის თუ მამინაცულის გავლენით. პუტინის ალტერნატიული ბიოგრაფია მხოლოდ საინტერესო ამბავი არ არის. სისხლიანი ამბავია. როგორც გახსოვთ, 1999 წელი დამთავრდა ელცინის სატელევიზიო გამოსვლით, რომელმაც შემცვლელად პუტინი დატოვა. На смену приходит новое поколение, поколение тех, кто может сделать больше и лучше. 2000 წელი კი დაიწყო დაუსახელებელი ქართველის ვიზიტით თბილისში, მაშინ ძალიან აქტიურ იჩქერიის წარმომადგენლობაში. ქართველმა თავი უშიშროების ყოფილ თანამშრომლად წარადგინა და მოითხოვა $900,000 ქეშად სოფელ მეტეხიდან მოხუცი ქალის გასატაცებლად. თან ახსნა, რომ ეს პუტინის ნამდვილი დედა იყო და ჩეჩნებს შეეძლოთ მისი გაცვლა ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის საბოლოო გასაყვანად. კონტაქტს კონტრაქტი არ მოჰყვა, მაგრამ წარმომადგენლობის თანამშრომელი რუსტამ დაუდოვი პირადად ჩავიდა სოფელში, შეხვდა ამ ქალს და ვიდეოკამერით გადაიღო შეხვედრა. შემდეგ დაუკავშირდა თავის ახლობელს, ჩეჩენ ბიზნესმენს ზია ბაჟაევს. ის თავის მხრივ ურეკავს ცნობილ რუს გამომძიებელ ჟურნალისტ არტემ ბოროვიკს. სხვადასხვა ცნობით, ვერა პუტინასთან საუბრის ჩანაწერი დაუდოვს მათთვის ან თბილისში, ან კიევში უნდა გადაეცა. ეს სავარაუდოდ ჩაშლიდა პუტინის პრეზიდენტობას, რომელიც უნდა გაფორმებულიყო 26 მარტს არჩევნებზე. მაგრამ 9 მარტს თვითმფრინავი მოსკოვში აფრენისას უცებ ჩამოვარდა. ბაჟაევი და ბოროვიკი იღუპებიან. შემოდგომაზე დაუდოვს უკავშირდება იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო. დაუდოვი მას აძლევს თავის ვიდეო ჩანაწერს, მეორე დღეს კი კახეთში სოფელ უჯარმასთან რუსოს ცხედარს აღმოაჩენენ. მას ხელები აქვს შეკრული და ექსპერტიზა დაადგენს, რომ ჟურნალისტი გზაზე დააწვინეს და მერე სატვირთო მანქანით გადაუარეს. დაუდოვი დაცვას გაეროს თხოვს და საბოლოო ჯამში მას ოჯახიანად გერმანიაში გახიზნავენ. უკვე 25 წელია კრემლი ოფიციალურად უარყოფს კასპელი დედის ვერსიას. თვითონ პუტინამდე რა თქმა უნდა ჟურნალისტებს ამ კითხვით არ უშვებენ. მისი სავარაუდო ნახევარდების ოჯახები ტოტალურად დუბან. მართალიც რომ იყოს ამის თანაძმა ახლა ვის გაუხარდება. ვერა პუტინა კი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და მეტეხში შვილისა და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ქალბატონი ვერა პუტინას საფლავი. ვერა პუტინა რომ 2023 წელს მაინც და მაინც 26 მაისს გარდაიცვალა სიმბოლურად ნუ მოგიჩვენებათ. ხდება ხოლმე. ისე გარდაიცვალა რომ ვერ გაიგო დნმ-ის ანალიზის შედეგი, რომელიც ქართულმა უშიშროებამ მასა და მის ქალიშვილებს აუღო პუტინის პრეზიდენტობის სულ დასაწყისში. ნიმუშები ალბათ მოსკოვში გაგზავნეს, იქ კი ვის შეადარეს ან შეადარეს თუ არა საერთოდ რას გაიგებ ახლა. საქმე მაინც შვილია და ბა. საერთოდაც რას გაიგებ, როდესაც საქმე კგბ-შნიკებსა და მათ ბიოგრაფიებს ეხება. ერთის გარდა პუტინი ნაბიჯვარია. მიუხედავად იმისა, მათშის რეგისტრირებულ ქორწინებაშია დაბადებული სანმე ლენინგრადში თუ მარტო ხელა დედის გაჩენილია ვინმე პლატონ პრივალოვისგან. ეს არის ვაშე გადაცემა. სპეციალური გამოშვებით. პუტინის ბიოგრაფიის თეთრი ლაქების ოდნავ გასაფერადებლად.
გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень გადაცემოდა.